პავლობის მარხვა იწყება. პეტრე პავლობის მარხვას მორწმუნენი ყოველთვის სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ შეუდგებიან. სულთმოფენობის დღესასწაული თავის მხრივ ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ამიტომ მისი ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი 6 კვირა, ხოლო ყველაზე მცირე 7 დღე გრძელდება. წელს მარხვა დაახლოებით 1 თვემდე გასტანს და 12 ივლისს პეტრე პავლობის დღესასწაულით დაგვირგვინდება. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრე პავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ 1 კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა. პეტრე პავლობის მარხვა დიდ მარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. მთელი 26 დღის განმავლობაში ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია. პეტრე პავლობის მარხვას ძველად ერგასის შემდგომს უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. ცნობილია, რომ ის ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი ცხოვრებითა და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეული არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც თავთა მოციქულთა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, კერძოდ პეტრე 12 მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი, სავლე სასწაულებრივი მოქცემის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური, მათ შორის დიდი სულიერი სიახლოვეა. ისინი იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს ერთდროულად აღესრულნენ. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. პეტრე პავლობის მარხვას მოციქულთა განწესება ასე იხსენიებს: სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის პეტრე პავლობის დღესასწაულის შემდგომ დღეს 13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა კრებას, პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედისძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესძეს, იუდა იაკობისძეს, სვიმონ მოშურნესა და მატათას იხსენიებს.